მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორტავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. 2024 წელი დასასრულს უახლოვდება და დიდი კომპანიები გასულ 2024 წელს აჯამებენ. დღეს მოგიყვებით როგორც App Store-ის წლის საუკეთესო აპლიკაციების, ასევე გასულ წელს გამოსული საუკეთესო ვიდეო თამაშების შესახებ. ჟენევის ჯამთაღწერის გრან-პრიზე, რომელიც მექანიკური საათების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა, წლის საუკეთესო მაჯის საათები დაასახელეს, რომელთა შორის არაერთ შედევრს ვხვდებით. დღევანდელ გადაცემაში ავტომობილებზეც მოგიყვებით და გაგაცნობთ როგორც ბრიტანული Aston Martin-ის Valhalla-ს, ასევე ჩინური Xiaomi-ის ახალ ელექტრომობილს, რომელსაც კრიტიკოსები დადებითად შეხვდნენ. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა წარმოადგინა ახალი რევოლუციური ქმნილება, რაც არის ახალი კვანტური პროცესორი, რომელიც როგორც ჩანს არის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი, რომელიც კაცობრიობას ამ დრომდე უნახავს. როგორც Google-ში ამბობენ, ინდუსტრიის ბენჩმარკად მიჩნეული RCS ამოცანის, ანუ ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ძალიან რთული მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად Google-ს დასჭირდა სულ რაღაც 5 წუთზე ნაკლებიც კი რეალურად, როცა სხვა სუპერკომპიუტერებს, მათ შორის საუკეთესო სუპერკომპიუტერებს, რომლებიც არსებობს ამ პლანეტაზე, სჭირდებათ იგივე ამოცანის ამოსახსნელად 10 სეპტილიონი წელიწადი. 10 სეპტილიონი არის ძალიან დიდი რიცხვი, რომ წარმოიდგინოთ, არის რიცხვი 10, რომელსაც მოგვიანებით 24 ნული მოსდევს. ანუ ეს ძალიან დიდი რიცხვია თავისი არსით და წლებიში თუ გადავიყვანთ ამას, ეს ნიშნავს, რომ 10 სეპტილიონი წელიწადი უფრო მეტი დროა, ვიდრე გასული არის ამ დრომდე სამყაროს შექმნიდან. შესაბამისად, თეორიულად რომ ვთქვათ, იმ სუპერკომპიუტერებს, რომლებზეც ვლაპარაკობთ, მათ ამ ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ რომ დღეს დავიწყოთ, ეს 10 სეპტილიონი წელი უნდა გავიდეს. ამისთვის შესაბამისად Google-ის ქმნილება შეიძლება ითქვას, რომ მართლაც რევოლუციურია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რევოლუციურობას განაპირობებს მისი მექანიკური აღნაგობა და ბუნება, რაც სწორედ კვანტურობას უკავშირდება და ამ მიმართულებით, სხვათა შორის Google-ის კვანტური ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს იმასაც, რომ ეს ტექნოლოგია და ეს გამოგონება შეგვიძლია ვთქვათ, რომ გააფართოვებს ჩვენს ცოდნას და წარმოსახვას ფიზიკის სამყაროში და ზოგადად სამყაროს შეცნობის პროცესში და ამავდროულად ეს ადამიანი იმასაც აღნიშნავს, რომ კვანტური გამოთვლის პროცესი შესაძლოა რამდენიმე პარალელურ სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობდეს, როდესაც ეს კომპიუტერი თავის მწყობრში იმყოფება. ხოლო თავად ეს წინადადება აქვე აჩენს სპეკულაციას და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ჩვენ მიმყოფებოდეთ ერთგვარად მულტივერსულ სამყაროში, ანუ ერთდროულად, პარალელურად რამდენიმე სამყარო ერთად არსებობდეს, მათ შორის ცხადია ფიზიკური კვეთა არ იყოს, მაგრამ დროით სივრცეში მათი არსებობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს. ცხადია, ეს არის ძალიან ფანტასტიკის სფეროსთან მიახლოებული თეორია, რომელსაც სჭირდება რა თქმა უნდა გადამოწმება და დამტკიცება, ამის საშუალება ჯერჯერობით ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ კვანტური კომპიუტერების გამოჩენა უკვე ამ მიმართულებით გარკვეული აზრებისა და თეზისების მომზადების საშუალებას ნამდვილად იძლევიან. როგორც Google-ში ამბობენ, პროცესორი სახელწოდებით Willow, სწორედ ეს არის მისი კოდური სახელწოდება, გარდა იმისა, რომ არის ძალიან მძლავრი, ის ამავდროულად არის ეფექტიანი. ეფექტიანობა კი კვანტური კომპიუტერის ჭრილში ნიშნავს იმას, რომ ის უშვებს ნაკლებ შეცდომას. შეცდომის დაშვება კი კვანტური კომპიუტერისთვის ერთგვარი ბუნების ნაწილია, რადგან უნდა ავხსნათ ამისთვის მისი ბუნება. მოკლედ, კომპიუტერი ჩვეულებრივი, ნებისმიერი კომპიუტერის დანიშნულება არის ინფორმაციის გარდასახვა, ინფორმაციის დამუშავება, დასკვნების გამოდანა და ასე შემდეგ. ინფორმაცია ჩვეულებრივ კომპიუტერში ინახება 0-ისა და 1-ის კომბინაციებით, ანუ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კომპიუტერში ინტერფეისის სახით ხედავთ, რეალურად მის უკან დგას ორი ციფრი 0 და 1 და მოგვიანებით ამ ციფრების კომბინაციით შექმნილი არის მთელი სისტემა, ბინარული სისტემა ეწოდება ამას, მაგრამ იმ კომპიუტერში, რომელსაც კვანტური კომპიუტერი ჰქვია, სისტემა არის ოდნავ განსხვავებული, რადგან ბიტების ნაცვლად იქ გამოიყენება ქუბიტები, ანუ კვანტური ბიტები, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ არა მხოლოდ 0 ან 1 მნიშვნელობა ინფორმაციის შესანახად, არამედ შეიძლება 0-იც იყოს, 1-იც იყოს და ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი, რომელიც 0-სა და 1 შორის არსებობს. შესაბამისად, ერთ კონკრეტულ დროის მონაკვეთში შეიძლება ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვანაირად იყოს შენახული, რაც აჩენს პრობლემებს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რადგან თუ კი ეს ასეა, მაშინ შეცდომების დაშვების რისკი არის გაცილებით მაღალი, მაგრამ როგორც Google-ში ამბობენ, ამ პრობლემის მოგვარება
მათ მოახერხეს იმით, რომ უბრალოდ კუბიტების რაოდენობა გაზარდეს და შესაბამისად რაც უფრო მეტი კუბიტია, მით უფრო მეტად არჩევა შეუძლია სისტემას კუბიტებს შორის, ანუ ინფორმაციის წყაროებს შორის და შესაბამისად ის ხდება უფრო ეფექტიანი. ამჯერად Willow-ში არის 105 კუბიტი, რაც რეალურად ახალი სიტყვა არის ინდუსტრიაში, ამ დრომდე ასეთი მძლავრი კვანტური კომპიუტერი არავის შეუქმნია. მაგრამ კვანტური კომპიუტერების შესახებ ჩვენ ბევრჯერ გვსმენია, ეს ახალი ტექნოლოგია მაინც არ არის, უკვე ყველა დიდი კომპანია რეალურად ამაზე მუშაობს, მაგრამ პრაქტიკული დანიშნულება მაინც დღესდღეობით არ არის მოპოვებული, არადა ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც თუ კი მართლაც რეალური ყოველდღიური პრაქტიკული დანიშნულება მოეპოვება, დამატებით შემოსავალს მოუტანს კომპანიის აქციონერებს და ცხადია, ასევე მისცემს შემოსავლის გარდა ახალ დომინაციას სრულიად ახალ სფეროში, რაც Google-ისნაირი ტექნოლოგიური კომპანიისთვის შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე კონკრეტული შემოსავალი. ნამდვილად Google-ისთვის ამ მიმართულებით განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდის განმავლობაში Google-ისათვის AI მიმართულება, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომლის განვითარების პროცესში სავარაუდოდ ჩაერთვება უკვე კვანტური კომპიუტერიც, რომელიც დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს დასწავლის სიჩქარეს, გამოთვლის სიჩქარეს დრამატულად გაზრდის, რადგანაც როგორც ვთქვით, უკვე კვანტური კომპიუტერის შედარება სუპერკომპიუტერთანაც კი უკვე აბსურდულია, იმდენად ძლიერია ის, შესაბამისად მასზე დაშენებული AI სავარაუდოდ ისეთი ძლიერი იქნება, რამდენადაც დიდი სხვაობა არის კვანტურ კომპიუტერსა და სუპერკომპიუტერს შორის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ AI-ში ამ ყველაფრის ჩართვა საბოლოო ჯამში გამოიწვევს არა უბრალოდ უფრო სწრაფი და დახვეწილი ჩატბოტების შექმნას, არამედ კვლევითსა და ასე ვთქვათ, შესწავლის მიმართულებით კაცობრიობის განვითარებას. ცხადია, AI შეიძლება უკვე უფრო მეტად დამოუკიდებლად გამოიკვლევს სხვადასხვა სახის დაავადებები, მაგალითად შექმნას ახალი ექსპერიმენტული მედიკამენტები, აღმოაჩინოს ახალი ცილები, რომელთანაც ჯერ არც მივსულ ვართ. ასევე მას შეუძლია იმუშაოს მაგალითად ელექტრობატარეების ეფექტიანობის გაზრდაზე, ზოგადად პლანეტის ენერგოეფექტიანობის მატებაზე, ასევე ბირთვული სინთეზის გაუმჯობესებაზე, ბირთვული ენერგიის დახვეწაზე და სხვა იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, რასაც ადამიანები ძალიან დიდი ხანია ვცდილობთ, მათ შორის რა თქმა უნდა, იშვიათი დაავადებების მკურნალობაც მოიაზრება ამაში, მათ შორის სხვადასხვა სახის ეპიდემიების კონტროლი და შესაძლოა რა თქმა უნდა უკვე კვანტურმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს გასაღები კოსმოსის კოლონიზაციის მიმართულებითაც, რადგანაც საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ცოდნაზე, ხოლო კვანტურ AI-ს რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ცოდნა ექნება სხვა ნებისმიერ ალტერნატივასთან შედარებით. Qubit-ებთან დაკავშირებით ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათი ეფექტიანობა გაცილებით უფრო მაღალია სისწრაფესთან ერთად, ეს ყველაფერი კი იმას იძლევა, რომ ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტი და ასეთი ტიპის გამოთვლითი მექანიზმები გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტიანები იქნებიან ნებისმიერი სახის ამოცანის ამოხსნაში. და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამოცანები, რაც შენახსენ, კეთილშობილური მიზნები, ცხადია არსებობს, მაგალითად, პირობითად სიმსივნის განკურნება და მისთვის კონკრეტული მოლეკულის შექმნა, მაგრამ ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება როგორც კეთილშობილური მიზნებისთვის, ასევე ცუდი მიზნებისთვის, თუ კი ეს ტექნოლოგია ჩავარდება ცუდი აქტორების ხელში. ერთ-ერთი შესაძლო თეორიული გამოყენება, რომელიც შეიძლება კვანტურ კომპიუტერს ჰქონდეს მომავალში, არის კრიპტოვალუტების მარტივად რომ ვთქვათ, დაჰაკვა ან გატეხვა უფრო მარტივ ენაზე, რადგან თუ კი Google-ის სუპერკომპიუტერის პირობითად შეუძლია ისეთი ამოცანა ამოხსნას 5 წუთში, რასაც სჭირდება 10 სეპტილიონი წელი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უსასრულობა, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ის მათემატიკურად ძალიან კარგად აზროვნებს და შეუძლია ისეთი დაშვებები და გარკვეული ქმედებები გააკეთოს, რაც მათემატიკას წინ წაწევს და თუ მათემატიკა წინ წაიწევა, თეორიულად მაინც გაჩნდა კითხვა ინდუსტრიაში, ხომ არ შეუძლია პირობითად ბიტკოინის კოდის გარღვევა ამ სისტემას, რითაც კრიპტოგრაფიული დაშიფვრის მეთოდოლოგიის, რომელიც არის რეალურად თავარი დამცავი მექანიზმი არა მხოლოდ ბიტკოინისა, არამედ ზოგადად ყველა კრიპტოვალუტას ეს არ აქვს, ხადია, მაგრამ ძირითად კრიპტოვალუტებს მაინც ასე თუ ისე კოდში შეღწევა პირდაპირ შეუძლებელია. ბიტკოინის შემთხვევაში რეალურად ბიტკოინის მთელი ღირებულება დგას ამაზე და ბიტკოინზე დგას უკვე მთელი კრიპტოინდუსტრია და თუ ვიღაცამ დაჰაკა ბიტკოინის კოდი, მაშინ კრიპტოინდუსტრიაზეც გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდება და სულ მცირე პანიკა მაინც დაიწყება ბაზარზე და ალბათ შეეცდებიან ინვესტორები საკუთარი კრიპტოაქტივების გაყიდვას, რაც წესით და რიგით ფასში ამცირებს, მაგრამ ეს ცხადია სპეკულაცია ყველაფერი, მაგრამ მაინც გაჩნდა ასეთი კითხვა, ხომ არ შეუძლია Google-ის სუპერკომპიუტერს ეს. Google-ში ამ კითხვას უპასუხეს, თქვეს რომ დღეს ეს აღემატება Willow-ს ძალებს და რეალურად თქვეს ისიც რომ ამ მიმართულებით მაინც არ მუშაობს Google, რადგან კრიპტოგრაფიულ მათემატიკური დაშიფვრის განშიფრვას, ანუ გატეხვას სჭირდება ოდნავ სხვა ტიპის კომპიუტერი, რომელსაც როგორც Google-ში ამბობენ, ამ დროისთვის არ ავითარებენ. ნამდვილად, რადგანაც Google არ არის ჰაკერული ორგანიზაცია, რომლის მიზანი
მიზანით შეიძლება იყოს Bitcoin-ის, Ethereum-ის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის კოდის გატეხვა. Google არის მოგეხსენებათ საჯარო კომპანია, რომელსაც აქვს საერთოდ სხვა მიზნები შესაბამისად. Google-ისგან მსგავსი ტიპის მოწყობილობისა თუ ასე ვთქვათ, AI-ის შექმნა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვიცავს ცუდი აქტორების საფრთხისაგან, რადგანაც როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობენ მსოფლიოს ყველა ძირითად წერტილში, იქნება ეს მაგალითად ევროკავშირი, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს ინდოეთი თუ მაგალითად ჩრდილოეთ კორეაც კი, სადაც ამ ტექნოლოგიასთან წვდომა, როგორც ჩანს, ჩინეთის სავარაუდო ჩარევით მათ აქვთ. სწორედ ამიტომაც არსებობს რისკები ცუდი აქტორების გამოჩენასთან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მაგალითად ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ შექმნას ისეთი კვანტური მოწყობილობა, რომელიც მოახერხებს მაგალითად კრიპტოაქტივების კოდის გატეხვას, რაც საბოლოო ჯამში სავარაუდოდ კრიპტოაქტივების ინდუსტრიას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ამავდროულად ეს ხელსაწყო შეიძლება საფრთხის შემცველი იქნეს ნებისმიერი სხვა კიბერუსაფრთხოების სექტორში ჩართული კომპანიისა, სახელმწიფოსა თუ ნებისმიერი სხვა სახის სტრუქტურისათვის. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ წარმოადგინა ახალი რევოლუციური პროდუქტი Sora AI, რომელიც ასევე არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ნაცვლად კონკრეტული პასუხების გენერირებისა მას შეუძლია რომ თქვენი ნება სურვილი, რომელსაც ტექსტის სახით მიაწვდით, აქციოს ვიდეოთ, რომელიც არის საკმაოდ კარგი ხარისხის და საკმაოდ კარგად მიესადაგება იმ მოთხოვნას, რომელიც თქვენ გაქვთ. ყველაფერი ეს ეფუძნება DALL-E 3-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს, მის ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, მაგრამ ცხადია Sora AI განსაკუთრებით გამორჩეულია და ეს აისახება იმითაც, რომ ის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მარტო ChatGPT-ის ფასიანი გამომწერებისთვის, რადგან უფასოდ როგორც ჩანს, ჯერჯერობით Sam-Altman-ის კომპანიას ამ ტექნოლოგიის გადაცემა ადამიანებისთვის არ უნდა, რადგან პრინციპში ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით არის ზვირი, მაგრამ დროსთან ერთად და კომპიუტერული სიმძლავრეების ეგრეთ წოდებული კომპიუტის განვითარებასთან ერთად და მის მეტად მობილიზებასთან ცხადია სავარაუდოდ Sora AI-ც გახდება უფასო ოდესღაც და ადამიანები ვიდეოების გენერირებას ისევე შეძლებენ, როგორც პირობითად დღეს დაგუგლას და ეს იქნება ძალიან მარტივი და სავარაუდოდ ეს იქნება მომავალი სიტყვა უკვე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ნამდვილად ამ ეტაპზე ტექნოლოგია ამისათვის ფიზიკურად მზად არ არის, რადგანაც გამოთვლითი სიმძლავრე, რომელიც სჭირდება რეალურად ვიდეოს გენერაციას, არის იმდენად ძვირადღირებული რესურსი, რომ მისი ასე უფასოდ გაცემის საშუალება OpenAI-ს არ აქვს, მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი იაფთება და სავარაუდოდ ეს ყველაფერიც ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა ამ ეტაპზე Sora ძირითადად არის გათვლილი ChatGPT Pro-s მომხმარებლებისთვის, რაც არის გამოწერის საკმაოდ ძვირადღირებული რესურსი. ეს არის დაახლოებით $200 პაკეტი თვეში, რაც არის 10-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე Plus ვერსია, რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელიც იყენებს. თავად ეს პაკეტი არის გათვლილი უფრო მეტად პროფესიონალ მომხმარებლებზე, მკვლევრებზე, მათ შორის ინჟინრებზე, აგრეთვე გრაფიკული დიზაინით დაკავებულ ადამიანებზე, რომელთაც AI სჭირდებათ არა უბრალოდ ზოგჯერ გამოყენებისთვის, არამედ ყოველდღიური საქმიანობისთვის და ისინი ხელოვნურ ინტელექტს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიანთ კომპანიონებად ამუშავებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაბამისად მათთვის ეს სერვისი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაფიც კი გამოდის, რადგანაც როდესაც პროფესიონალი ხარ და ამ სფეროში მოღვაწეობ, თვეში $200 გადახდის საშუალება ამ მიმართულებით ნამდვილად გექნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ChatGPT Plus-ის მომხმარებლებისთვის, ანუ ჩვეულებრივი სერვისის გამოწერებისთვის 50 ცალი 5 წამიანი ვიდეოს გენერირება არის დასაშვები ყოველთვიურად, რაც ამ ეტაპზე დაწესებული ლიმიტია, თუმცა შეიძლება დროსთან ერთად ეს ლიმიტი ნამდვილად შეიცვალოს, ხოლო Pro მომხმარებლებისთვის, ანუ $200 სერვისის გამოწერებისთვის ლიმიტები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ არსებობს. ხელოვნური ინტელექტის Sora AI Sam-Altman-ის კომპანიამ წარმოადგინა ჯერ კიდევ თებერვალში, მაგრამ მაშინ დახურულად იყო ეს წარმოდგენილი და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ბეტა ტესტერს ჰქონდა მისი გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ ახლა უკვე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფლობს ChatGPT-ის ფასიანი გამოწერის ფუნქციონალს, შეუძლია რომ საკუთარი ვიდეოები დააგენეროს. თავის დროზე თებერვალში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა Sam-Altman-ის კომპანიამ OpenAI-მ Sora-ს გაშვებასთან დაკავშირებით. სწორედ ის ვიდეოებია, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს. თავის დროზე ამ ვიდეოებმა ჭეშმარიტი ფურორი გამოიწვია, მაგრამ დღეს რაც ვიხილეთ, ჩვენ უკვე რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად და შეიძლება ითქვას ყოველ წამიერად ან ყოველწუთიერად ქმნიან, ხარისხობრივად გაუმჯობესებულია, გაცილებით დახვეწილია ვიდეოები, თავად ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტის აღქმის ფუნქციონალი არის გაუმჯობესებული და ის
ვიდეოები, რომელსაც ის ქმნის, არის გაცილებით უფრო რეალისტური. ცხადია, ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმ დავალებაზე, რომელსაც ადამიანი მისცემს ხელოვნურ ინტელექტს, რაც უფრო დეტალური და ზუსტი იქნება, ის მით უფრო ზუსტ ვიდეოს დააგენერირებს ის საპასუხოდ. აქვე შეგვიძლია Sora AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოების რამდენიმე მაგალითიც ვაჩვენოთ მაყურებელს. როგორც ხედავთ, პირველი დავალება, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის ინვესტორი, თანამედროვე საოფისე სივრცეში, რომელიც უყურებს მონიტორებს, რომელზედაც გამოსახული არის სხვადასხვა ფინანსური გრაფიკები, რაც ინვესტორთათვის საკმაოდ ცნობილი და გამოყენებადი ხელსაწყოებია, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება განსაკუთრებით იმ ყველაფრის ფონზე, თუ სად იყო ეს ტექნოლოგია მაგალითად 1 ან 2 წლის წინ. ის აღწერა, რომელიც რომლის შესახებ შენ ჩვენს მაყურებელს მოუყევი, არის საკმაოდ დეტალური და ამიტომაც ვიდეო, რომელიც ახლა ვიხილეთ, არის გაცილებით რეალისტური და გაცილებით ბევრი დეტალი არის მასში, ვიდრე სხვა ვიდეოები, რომლებიც Sora-ზე არის ატვირთული. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც გსურს ვანახოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, გამოხატავს ადამიანს, რომელიც შავ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი ქვეწარმავლის ქერცლით არის წარმოდგენილი, ესეც საკმაოდ რეალისტური ვიდეო გამოდგა, რომელიც Sora-მ დააგენერირა. ასევე საკმაოდ რეალისტური არის მოხუცი კაცის პორტრეტი, ეს არის ადამიანი, რომელიც როგორც აღწერაში არის მითითებული, ამ დროს საკუთარი ცხოვრების ამბებს ყვება, როგორც ხედავთ, გამოსახულება ამ შემთხვევაშიც არის საკმაოდ რეალისტური. ზოგადად ადამიანების რეალისტურად წარმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, ამ ტიპის ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, როგორც ამ ვიდეომ აჩვენა, უკვე ჰიპერრეალისტურ სტილშიც კი შეუძლია Sora-ს კონტენტის გენერირება და კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ახლა გსურს რომ ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, სწორედ ამ ტიპის არის, ის წარმოაჩენს კინემატოგრაფიულად გადაღებულ კადრს ქალი ექიმისა, რომელსაც აცვია ყვითელი ჰაზმატის კოსტიუმი, ანუ ის კონკრეტულ რადიაციულ ადგილას იმყოფება და შესაბამისად ლაბორატორიაში არის და ესეც როგორც ხედავთ არის საკმაოდ კარგად წარმოჩენილი. ასევე საკმაოდ დამაჯერებლად არის გამოსახული გამჭვირვალე 8 ფეხა, რომელიც კლდეზე ძვრება, ანუ Sora AI შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი სახის ცხოველის, ფრინველის, ქვეწარმავლის ან თუნდაც თევზის გამოსახულების გენერირება საკმაოდ კარგად შეუძლია ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე, მაგრამ დიდი ხნის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2 წლის წინ ეს ასე ნამდვილად არ იყო. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, საიდან დაიწყო საერთოდ ეს ტრენდი. ერთ-ერთი პირველი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული უკავშირდება Will Smith-ს, რომელიც ჭამდა სპაგეტის. ეს თავის დროზე შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური იყო, დღევანდელთან შედარებით სულ რაღაც მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი გავიდა, სასაცილოც კი არის, მაგრამ ეს ვიდეო იმდენად ლეგენდარულია, რომ ის დარჩება ისტორიას და ის აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ ტექი ფორმში. That's hot. That's hot. Uncle Phil, come try this. Fresh pasta of Bel Air. That's hot. That's hot. აქვე შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა თუ ვის შეიძლება ყოველდღიურად დასჭირდეს Sora AI. ცხადია, ზოგჯერ შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა გამოიყენოს ეს ხელსაწყო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მასაც შეიძლება მოუძებნოთ პრაქტიკული დანიშნულება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ და მოღვაწეობენ კონტენტის შექმნის მიმართულებით. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ოპერატორები, მემონტაჟეები, გრაფიკოსები, კინოსტუდიის თანამშრომლები, ვიდეო თამაშების დეველოპერები, ინფლუენსერები ან საერთოდაც ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ქმნიან კონტენტს იმისათვის, რომ შემდეგ ის განათავსონ სხვადასხვა გაქირავების პლატფორმებზე, იქნება ეს Envato, Adobe Stock ან სხვა ნებისმიერი მსგავსი პლატფორმა. ამ მიმართულებით Sora AI-ს და ზოგადად მსგავს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტენტის შექმნა მომავალში სავარაუდოდ სწორედ AI-სთან იქნება დაკავშირებული. თუმცა ამისთვის ისევ და ისევ საჭირო არის კომპიუტერული სიმძლავრეების განვითარება, აქ არის ტრილიონობით ტერაბაიტზე საუბარი, უნდა განვითარდეს დატა ცენტრები, შესაბამისად ადამიანებმაც უნდა დაიწყონ ამის ყველაფრის გამოყენება ყოველდღიურად, რათა უფრო მეტ შემოსავალი მიიღონ კომპანიებმა და მოგვიანებით შემოსავალი ჩადონ ისევ და ისევ ტექნოლოგიის განვითარებაში, მაგრამ უდავო არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მომავალი, რომელიც იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე განვითარებულა ნებისმიერი ტექნოლოგია.
ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება Game Awards-ია, რომელსაც გეიმინგ ინდუსტრიის ოსკარად მოიხსენიებენ. წევალნდელმა დაჯილდოებამ მოთამაშეები განსაკუთრებით გააკვირვა, რადგან წლის საუკეთესო თამაშის სტატუსი ყველასათვის მოულოდნელმა პრეტენდენტმა მიიღო. უფრო ცლად დაჯილდოების გამარჯვებულების შესახებ დღეს სიუჟეტში მოგიყვებით. Game Awards 2024-ის ტრიუმფატორი და წლის თამაშის ჯილდოს მფლობელი Sony Interactive-ის მიერ გამოშვებული სათავგადასავლო ჟანრის თამაში Astrobot გახდა, რომელიც ამჟამად მხოლოდ PlayStation-ის პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. თამაშის შინაარსი საკმაოდ მარტივია და ის პატარა რობოტის მოგზაურობაზე მოგვითხრობს, რომელსაც მოთამაშე ჯოისტიკისა და VR სათვალის დახმარებით აკონტროლებს. კრიტიკოსების პოზიტიური შეფასებების მიუხედავად, Astrobot-ის გამარჯვება წელს მოულოდნელი იყო, რადგანაც ის დიდი პოპულარობით ნამდვილად არსარგებლობს და ნიშურ ჟანრს მიეკუთვნება. თუმცა როგორც ჩანს, Astrobot-ის ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რომ მან მაინც მოახერხა ტრიუმფატორის სტატუსის მოპოვება. მორიგი თამაში, რომელმაც ყველა გააოცა, ბალატრო იყო. ამ მარტივმა ბანკოს თამაშმა გამარჯვება 3 კატეგორიაში მოიპოვა. მათ შორისაა საუკეთესო თამაში მობილური ტელეფონებისთვის, საუკეთესო თამაში ინდი ჟანრში და საუკეთესო თამაში, რომელიც დამოუკიდებელმა პაბლიშერმა გამოუშვა. საუკეთესო ონლაინ თამაშის, ანუ მულტიპლეიერის კატეგორიაში წელს გამარჯვება Helldivers 2-მა მოიპოვა. რაც გასაკვირი არავისათვის არ იყო, რადგანაც შუტერის ჟანრის თამაში გამოსვლის დღიდან არ კარგავს პოპულარობას და მას ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ წელს ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიაში გამარჯვება სწორედ Helldivers 2-მა მოიპოვა. საუკეთესო სპორტული თამაშის ჯილდო წელს EA Sports FC 24-მა მიიღო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთის სიმულატორია. ამ კატეგორიაში FC 24-ის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგანაც უკვე დიდი ხანია, რაც ერთ დროს FIFA-ს სახელით ცნობილი ვიდეო თამაში ლიდერობას ართმობს. ბრძოლის ჟანრში საუკეთესო თამაშის წოდება Tekken 8-მ მოიპოვა, რომელიც უკვე 10 წლეულებია, რაც ჟანრის კლასიკად ითვლება. ამ საკულტო თამაშის უახლესი ვერსია თანამედროვე გრაფიკით, გასაოცარი ფიზიკითა და მექანიკით გამოირჩევა, რაც ოპონენტებთან ბრძოლას განსაკუთრებით სასიამოვნო გართობად აქცევს. E-სპორტის ჟანრში, რომელიც ყველაზე რთულ კატეგორიად ითვლება, რადგანაც საქმე პროფესიონალურ კიბერსპორტთან გვაქვს, წელს გამარჯვება MOBA-ს ჟანრის ტიტანმა League of Legends-მა მოიპოვა, რაც სანახაობრივ ფინალურ ბრძოლასთან და LoL-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშის Faker-ის მორიგ ტრიუმფთან იყო დაკავშირებული, რომელმაც სამუდამოდ ჩაიწერა თავი ვიდეო თამაშების ისტორიაში როგორც ცოცხალმა ლეგენდამ. ბოლოს კი თამაშად, რომელსაც ყველა ელის, რა თქმა უნდა, Grand Theft Auto 6 დასახელდა, რომელიც არა უბრალოდ მოთხოვნადი, არამედ ეპოქალური მნიშვნელობის თამაში იქნება, რომელიც სავარაუდოდ გაყიდვების ყველა რეკორდს მოხსნის და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს დააწესებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ GTA 6 არა მარტო წლის, არამედ 10 წლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო თამაში იქნება და ამაზე ექსპერტებიც თან ხვდებიან. წლის დასასრული ის დროა, როცა კომპანიები გამლილ თვეებს აჯამებენ და ბევრ საინტერესო კონკურს ან დაჯილდოებას ატარებენ. ამ ტენდენციას ტრადიციულად არც Apple ჩამორჩა, რომელმაც საკუთარ marketplace-ში App Store-ში განთავსებული საუკეთესო აპლიკაციები გამოავლინა. წლის საუკეთესო აპლიკაციებს დღევანდელ Tech Info-ში გაგაცნობთ. 2024 წელი დასასრულს უახლოვდება და კომპანიები განვლილი 12 თვის შეჯამებას იწყებენ. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ ამერიკულმა Apple-მა საკუთარ marketplace-ში App Store-ში განთავსებული საუკეთესო აპლიკაციები დააჯილდოა. დაჯილდოება, რომელიც ყოველ წელს იმართება, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთგვარ ნიშანსვეტად ითვლება, რომელსაც დეველოპერები სულ მოუთმენლად ელოდებიან. მოწყობილობების ბაზარზე iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე ბაზრის 18.5% მოდის, ხოლო smartphone-ების ბაზარზე კომპანიას დაახლოებით 28%-იანი წილი აქვს. თან Apple-ის ოპერაციული სისტემა დახურულია, ანუ თუ ადამიანს სურს Apple-ისთვის ან Mac-ისთვის აპლიკაციების შექმნას, კომპანიის პირობები უნდა დააკმაყოფილოს. App Store-ში რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე დიზაინის, ფუნქციონალის და მონეტიზაციის კუთხით. წელს Apple-მა გამარჯვებულები 12 კატეგორიაში გამოავლინა, როგორც iPhone-ის და Mac-ის, ასევე Apple TV-ს და Apple Vision Pro-ს ჭრილში.
iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული წელს კინო მიიღო. აპლიკაციის ფუნქციონალი საკმაოდ მარტივია და მისი დედააზრი ვიდეოების დამუშავებაა. კინო რეჟისორების მიერ წინასწარ შერჩეულ ფილტრებს აერთიანებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს ვიდეოს ისეთნაირად დამუშავება შეუძლია, რომ მან კინემატოგრაფიული ელფერი მიიღოს. აპლიკაცია გამოცდილდა ახალბედა კინოპროდიუსერებს ერთნაირად ერგება და მათ შესაბამის ხელსაწყოებს თავაზობს. კინო $9.99 ღირს, ხოლო მომხმარებლები მას 5-დან 4.8 ქულით აფასებენ. iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეო თამაშის ტიტული წელს AFK Journey მიიღო. ეს RPG-ის ტიპის ვიდეო თამაში, რომელიც სინგაპურულმა Farlight Games-მა შექმნა, ექსპერიენს ჯადოსნურ სამყაროში ვითარდება. მოთამაშე, რომელიც ლეგენდარული ჯადოქრის მერლინის ამპლუაში გვევლინება, ბევრ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებს, რომელთა მიზანი კონკრეტული დავალებების შესრულებით ახალი პერსონაჟების გახსნა და რესურსების მოგროვებაა. AFK Journey უფასო ვიდეო თამაშია, ხოლო მომხმარებლები მას 5-დან 4.9 ქულით აფასებენ. iPad-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული მუსიკალურმა აპლიკაციამ Moises-მა მიიღო. ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებული ეს აპლიკაცია მუსიკოსებს პროფესიული უნარების დახვეწაში ეხმარება. მომხმარებელს ნებისმიერი ჩანაწერიდან კონკრეტული ინსტრუმენტის მუსიკის ან შემსრულებლის ვოკალის განცალკევება შეუძლია, რაც კონკრეტული პარტიის უკეთ შესრულების საშუალებას აძლევს. Moises-ში ბევრი სხვა საინტერესო ფუნქციონალითაა თავმოყრილი, რომელთა გამოყენება მუსიკალური კომპოზიციის დამუშავებისთვის შეიძლება. Moises-ი უფასო აპლიკაციაა, ხოლო მომხმარებლები მას 5-დან 4.7 ქულით აფასებენ. iPad-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეო თამაშის ტიტული Squad Busters-მა მიიღო. ეს ვიდეო თამაში, რომელიც ცნობილმა ფინურმა დეველოპერულმა სტუდია Supercell-მა შექმნა, ულტრაპოპულარული სტრატეგიული ვიდეო თამაშის Clash of Clans-ის სამყაროში ვითარდება. Squad Busters-ის მოთამაშეებს ფრენჩაიზიდან კარგად ნაცნობი პერსონაჟების შეგროვება, გაძლიერება და სხვების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ. თავად ვიდეო თამაში სამგანზომილებიან გრაფიკას ეფუძნება და მექანიკურად Supercell-ის სხვა მობილური თამაშების ესთეტიკას იმეორებს. Squad Busters-ი უფასო ვიდეო თამაშია, ხოლო მომხმარებლები მას 5-დან 4.6 ქულით აფასებენ. მაგისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული ტექნოლოგიურ სფეროში ყველასთვის კარგად ნაცნობი Adobe-ის ფლაგმანურმა პროდუქტმა Adobe Lightroom-მა მიიღო, რომელიც სურათების დამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს. Adobe Lightroom-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია სურათი და ვიდეო ისე დაამუშავოს, როგორც სურს, რადგან თავად პროგრამა პროფესიონალურია და ყველა საჭირო ხელსაწყოს აერთიანებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც Adobe-ის ყველა პროდუქტში არის ინტეგრირებული. თავად Lightroom-ი უფასო აპლიკაციაა, მაგრამ მის გამოსაყენებლად მომხმარებელს Adobe-ის პაკეტის გამოწერა სჭირდება. მომხმარებლები ამ აპლიკაციას 5-დან 3.8 ქულით აფასებენ. მაგისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეო თამაშის ტიტული უცნაურმა Thank Goodness You're Here-მა მიიღო. ამერიკული Panic-ის მიერ შექმნილი ეს კომედიური ჟანრის სათავგადასავლო თამაში უცნაურ და სიურრეალისტურ გარემოში, ჩრდილოეთ ინგლისით შთაგონებულ და ხელით დახატულ ღია სამყაროში ვითარდება, სადაც მოთამაშე სტუმრის როლს ირგებს და მცხოვრებების დავალებებს ასრულებს. Apple-ის კომპიუტერები, როგორც ცნობილია, თამაშებისთვის არ არის შექმნილი, ასე რომ Thank Goodness You're Here-ის მსგავსი თამაშის გამარჯვება უცნაური სულაც არ არის. Thank Goodness You're Here $22 და 99 ცენტი ღირს. როგორც დასწრში გითხარით, წელს Apple-მა გამარჯვებულები 12 კატეგორიაში გამოავლინა. თუკი iPhone-ის, iPad-ის და Mac-ის კატეგორიები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, იმავეს ვერ ვიტყვით შედარებით ნიშურ მოწყობილობებზე, მათ შორის Apple Vision Pro-ზე და Apple TV-ზე. Apple-ის შერეული რეალობის სათვალის კატეგორიაში Marvel-ის What If-მა და Thrasher-მა გაიმარჯვეს, როცა Apple TV-ის საუკეთესო პროდუქტის ტიტული Formula 1-ის ოფიციალურმა აპლიკაციამ მიიღო. წელს Apple-მა ჭკვიანი საათისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციაც გამოარჩია. ამ კატეგორიაში მზის ციკლის ტრეკერმა Lumim გაიმარჯვა. მიმდინარე წლის შეჯამებას მექანიკური საათების შვეიცარიული მწარმოებლებიც უერთდებიან. ცოტა ხნის წინ მთაგორიან შვეიცარიაში ჟენევის ჟამთაღწერის ყოველწლიური გრან-პრი გაიმართა, რომელზედაც საათების ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 2024 წლის საუკეთესო მექანიკური საათები წარმოადგინეს. ჟენევის გრან-პრი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ჟამთაღწერის ინდუსტრიაში არსებობს, ამიტომაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ გამარჯვებულ მაჯის საათებს შორის რამდენიმე შედევრი მოხდა. ჟენევაში გამარჯვებულ მექანიკურ ქმნილებებს დღევანდელ ტექ ინფორმში გაგაცნობთ. ჟენევის ჟამთაღწერის გრან-პრი, რომელიც მთაგორიანი შვეიცარიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში 2001 წლიდან იმართება, საათების წარმოების სექტორის ოსკარის დაჯილდოებად ითვლება. პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც თანამედროვეობის საუკეთესო მესაათეები, მათი უნიკალური, ხშირად შედევრებთან გათანაბრებული მაჯის საათებისთვის იღებენ, ბოლო წლებში ინდუსტრიის ბენჩმარკად, ანუ მთავარ საზომად იქცა. მესაათე, რომელიც ჟენევის გრან-პრიც მოიგებს, ჟამთაღწერის ინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რათა მისი ოსტატობა არასდროს დაიკარგოს.
ჟენევის ჟამთახწერის გრან-პრის მორიგი დაჯილდოება ჟენევაში მდებარე ლემანის თეატრში გაიმართა, სადაც ისტორიკოსებით, ჟამთახწერის მწერლებით და სფეროს უბადლო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებულები 21 ნომინაციაში გამოავლინა. ჟენევის გრან-პრის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ოქროს ნემსი შვეიცარიულმა International Watch Company მიიღო, რომელიც შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში არის დაფუძნებული. წლის საუკეთესო მაჯის საათად IWC-ს Portuguese Eternal კალენდარი დასახელდა. პლატინის კარკასში გადაწყვეტილი ეს 45 მმ-იანი მექანიკური მაჯის საათი ერთბაშად რამდენიმე კომპლიკაციას აერთიანებს. მათ შორის ხედავთ როგორც საათების, წუთების, წამების, თარიღის, დღის, თვის და წლის აღნიშვნებს, ასევე მთვარის ფაზებს და მუდმივ სეკულარულ კალენდარს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული კომპლიკაციაა. IWC-ს ეს საათი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, ოფიციალურად $170,000 ღირს. ჟენევის ჟამთახწერის გრან-პრიზე წლის საუკეთესო ქალის მაჯის საათის ტიტული ფრანგული საიუველირო სახლის Von Cleef Arpels's Lady Juno მიიღო. თეთრ ოქროში გადაწყვეტილი ეს 33 მმ-იანი მაჯის საათი, რომელიც ავანტიურინის ქვებითაა მოპირკეთებული, ღამის მთვარი ან ცას ასახავს, რომელიც ბრილიანტებში არის გადაწყვეტილი. თავად ეს საათი, რომელიც განსაკუთრებული კომპლიკაციებით არ გამოირჩევა და მხოლოდ საათებს და წუთებს ანახებს და ღამის და დღის გარჩევა შეუძლია, ოფიციალურად $97,000 ღირს. ჟენევის ჟამთახწერის გრან-პრიზე წლის საუკეთესო კაცის მაჯის საათის ტიტული ფინალიმე საათის კარი ვოუტილაინენის შვეიცარიულმა სახლმა ვოუტილაინენმა მიიღო. ხელით მოსამართი მექანიკური მაჯის საათი, რომელსაც KV20i Reversed ჰქვია, პლატინის 39 მმ-იან კორპუსში არის გადაწყვეტილი და მეტად მდიდრული და მიმზიდველი სკელეტონის დიზაინით გამოირჩევა. თავად ეს საათი ჭეშმარიტი მექანიკური სასწაულია, რომელიც კარი ვოუტილაინენმა თავად შექმნა. ეს საათი კომპლიკაციებით არ გამოირჩევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ვოუტილაინენის ეს საათი ოფიციალურად $150,000 ღირს. ჟენევის გრან-პრის ერთ-ერთი საინტერესო კატეგორია იმ საათებს აერთიანებს, რომლებიც ტურბილონითაა აღჭურვილი. ტურბილონი არის კომპლიკაცია, რომელიც საათის გულს გავს და საათს გრავიტაციული ტალღების ეფექტისგან იცავს. ტურბილონს, როგორც წესი, მხოლოდ ყველაზე დახვეწილ და ძვირადღირებულ საათებში ვხვდებით, რადგან ის ყველაზე მიმზიდველი და იშვიათი კომპლიკაციაა. აი სწორედ ამ კომპლიკაციის გამო შეერჩა დენიელ როთის Tourbillon Suscription, რომელიც ოფიციალურად $160,000 ღირს. დედამიწაზე ამ საათის სულ 20 ეგზემპლარი არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ის ultra ექსკლუზიურია. ჟენევის ჟამთახწერის გრან-პრის გამორჩეული ნომინაცია იმ საათებს აერთიანებს, რომელთაც ექსპერტები ჭეშმარიტ მექანიკურ სასწაულად აღიარებენ. წელს ეს პრესტიჟული ტიტული შვეიცარიულმა ბოვემ მიიღო, საათისთვის სახელწოდებით Recital 22 Prouves. ამ 46 მმ-იანმა საათმა, რომელიც ტიტანიუმის კარკასში არის გადაწყვეტილი, ჟამთახწერის ინდუსტრიაში არსებული დიდხნიანი პრობლემა მოაგვარა. ბოვეს ეს საათი ქვეყნების მიერ დროითი სარტყლის პერიოდულ ცვლილებას ითვალისწინებს და მთავარ ქალაქებში არსებულ დროს ყოველთვის სწორად აჩვენებს, რაც შვეიცარიული ინჟინრების ჭეშმარიტი გამარჯვება. ტურბილონით და ბევრი სხვა კომპლიკაციით აღჭურვილი ეს მაჯის საათი ოფიციალურად $800,000 ღირს, რასაც მისი იშვიათობა განაპირობებს. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Aston Martin-მა ახალი სუპერკარი, შეგვიძლია ვთქვათ ჰიპერკარი წარადგინა, რომლის სახელწოდება არის Valhalla, ანუ ნორდიკულ მითოლოგიაში ეს სახელი გამოიყენება როგორც 64-ის ანალოგია. Valhalla არის ამ ეტაპზე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ Lamborghini Revuelto-სა და Ferrari SF90-ის პირდაპირი კონკურენტი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ის შეიძლება წმინდა სამების კონკურენტადაც მოიხსენიოთ, ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის McLaren WRC-ზე და Ferrari F80-ზე, ხოლო Porsche-ს ფლაგმანი ჯერჯერობით ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, თუ როგორი არის უშუალოდ Valhalla და ეს არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმულა 1-ის სტილის ჰიბრიდული სისტემის მქონე სუპერკარი, რომელიც ამ ეტაპზე არის აღჭურვილი Mercedes-AMG-ის წარმოების 8 ცილინდრიანი 4 ლიტრიანი ძრავით, რომელიც ჰიბრიდულ სისტემასთან ტანდემში ჯამში გამოიმუშავებს 1064 ცხენის ძალას და 1100 ნიუტონ-მეტრის მოცულობის მაბრუნებელ მომენტს, ანუ ეს ამ მაჩვენებლით, როგორც ვთქვი, წეგანხსენებული კონკურენტების პირდაპირ ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ ბოლო
პერიოდში 1000 ცხენის ზალა იქცა უკვე ინდუსტრიის სტანდარტად. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ Valhalla არის საკმაოდ მსუბუქი, მისი წონა შეადგენს სულ რაღაც 1655 კილოგრამს, რაც ამ ზომის სუპერკარისათვის შესანიშნავი. მაჩვენებელია, რაც განპირობებული არის იმ კომპოზიტური მატერიალებით, რომლებიც არის გამოყენებული ამ ავტომობილის შექმნის პროცესში. Aston Martin Valhalla 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კრებს სულ რაღაც 2.5 წამში, რაც უკანა წამყვანი ჰიბრიდული ავტომობილისთვის, ერთგვარი ბოლიდური ტიპის ავტომობილისთვის საკმაოდ კარგი შედეგია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 150 კმ/სთ-ში, მაგრამ ეს სიჩქარე ცხადია არის ელექტრონულად შეზღუდული, რადგან რომ მიუშვა ავტომობილი, ის ცხადია 150 კმ/სთ-ზე მეცაც განავითარებს. თუმცა განვითარება ამ სიჩქარის შეიძლება მას არ დასჭირდეს, რადგან ის არ არის შექმნილი გერმანული ავტობანისთვის, ის შექმნილია იმისთვის, რომ ტრეკზე, როცა გამოიყვანს მისი მფლობელი ამ ავტომობილს, ამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება. სწორედ შეიძლება შევადაროთ ერთგვარ ქირურგიულ ინსტრუმენტს, რომელიც ჰაერს ჭრის ტრეკზე, ისევე ზუსტად, როგორც სკალპელი ჭრის ადამიანის რომელიმე სხეულს, ისევე ზუსტად, ისევე სწრაფად და შეიძლება ითქვას, რომ უზუსტესად და უმტკივნეულად, როგორც ეს ხდება ქირურგიული ჩარევის დროს. Valhalla არ არის ისეთი ექსტრემალურად გიჟური, როგორც მისი უფროსი ძმა Valkyrie, რომელსაც V12-ის ტიპის ძრავი უდგას შიგნით და ის ასევე ვიზუალურადაც გაცილებით უფრო გავს ბოლიდს, გაცილებით უფრო გავს რეალურად Valkyrie-ის ის, რაც არის ნორდიკულ მითოლოგიაში, რადგან ნორდიკული მითოლოგია ზოგადად ის ხაზია, რომელიც Aston Martin-მა აირჩია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან უხდება ამ ავტომობილებს, რადგან მათი შესახედაობა ჩვეულებრივი ნამდვილად არ არის, ისინი ძალიან სპორტულია, ძალიან გამოკვეთილი დიზაინი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის Aston Martin, ეს არის ბრიტანული ავტომობილი და ის ავტომობილი, რომელსაც ახლა ჩვენ მაყურებელი ხედავს, არის ძალიან კარგი დამატებითი ავტომობილი Aston Martin-ის ლაინაპში. ნამდვილად Aston Martin-ის ლაინაპი ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება, განიცდის ტრანსფორმაციას და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუპერკარების ბაზარზე Aston Martin-ი იქცა ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ მოთამაშედაც კი, რადგანაც მას შეთავაზება აქვს როგორც GT კატეგორიაში, ასევე Super GT-ის, აგერ უკვე სუპერკარების და ასევე ჰიპერკარების მიმართულებითაც. აქვე Valhalla-სთან მიმართებით ისიც უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში იგეგმება 999 ეგზემპლარის წარმოება, ანუ ლიმიტირებული ვერსიის ავტომობილია ეს, ყველა მათგანს, ყველა მსურველს ნამდვილად ის ვერ ეყოლება, რადგანაც ყოველი მათგანი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე წინასწარ არის გაყიდული და დაჯავშნული, რაც ზოგადად მსგავსი ტიპის ექსკლუზიური ავტომობილების შემთხვევაში არის გაყიდვის სტანდარტული პრაქტიკა, რასაც ირჩევენ კომპანიები, ისინი ჯერ უგზავნიან პოტენციურ კლიენტებს ერთგვარად ავტომობილის იდეას, შემდეგ ისინი თანხმდებიან და ამის შემდეგ იწყება უკვე ავტომობილის წარმოების პროცესი და არც პირიქით, როგორც ეს სერიული ავტომობილების შემთხვევაშია. ფასრად შეეხება საწყისი ფასი Valhalla-ის შემთხვევაში არის $1 მილიონი, თუმცა როგორც კი რაიმეს დაამატებს, ასე ვთქვათ, მსურველი იქნება ეს ფერი თუ კომპლექტაცია, რა თქმა უნდა, ფასი ავტომობილისა იზრდება საკმაოდ დრამატულად. რაც ნიშნავს იმას, რომ მილიარდზე გაცილებით მეც მიიღებს ბრიტანული კომპანია მხოლოდ ამ ავტომობილების გაყიდვით, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ თანხას კი ბევრ პროექტებში აბანდებს Aston Martin-ის მფლობელი სტროლი, მილიარდერი, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება არის ხადია Formula 1. Formula 1-ში კი ვიცით, რომ Aston Martin-ის შემადგენლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც უკავშირდება Adrian Newey-ის ლეგენდარული კონსტრუქტორის გადაბარგებას ბრიტანეთში, სადაც ის უკვე იმუშავებს Aston Martin-ის ავტომობილებს და Newey ტყუილად არ მიხსენებია, რადგან ეს ავტომობილი Valhalla-ც სწორედ მის კალამს ეკუთვნის, რაც პრინციპში შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც, რადგან ძალიან ბოლიდურია ეს ავტომობილი, ბოლიდს გავს და სერიულ ავტომობილს არ გავს. ნამდვილად არაფერი აქვს მას სერიული ავტომობილის და როგორც ამბობენ Newey-ზე, ის ხედავს ჰაერს, როცა ავტომობილს უყურებს, ის აეროდინამიკის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტია პლანეტაზე და აეროდინამიკურობა სწორედ ის თვისებაა, რომელიც Valhalla-ს და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ Aston Martin-ის ფაქტობრივად ყველა ბოლო ავტომობილს გამოარჩევს ნამდვილად. ბრიტანული სარბოლო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის McLaren Automotive-ის ახალი მფლობელი აბუ-დაბიში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი გახდა, რომლის უმსხვილესი ინვესტორიც არის თავად სახელმწიფო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ McLaren-ის ახალი მფლობელი არის პირდაპირ აბუ-დაბის ხელისუფლება. საინტერესოა ის, რომ ამ აქტივის გამოსყიდვა მოხდა ბაჰრეინის სუვერენული სიმდიდრის ფონდის მხრიდან, ანუ აქამდეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო აღმოსავლეთში
წარმოდგენილი სახელმწიფო იყო მფლობელი ამ ბრიტანული ლეგენდარული ავტომწარმოებელი კომპანიის. ახალი მფლობელი არის CYVN Holdings-ი, დიდად ცნობილი კომპანია ეს ამ მიმართულებით არ არის, რადგანაც მას უფრო მეტად აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდის სახელით ვიცნობთ. აქვე ცნობილი არის ის ფაქტი, რომ McLaren-ის 100%-იან წილს შეისყიდის ეს კომპანია უშუალოდ საავტომობილო წარმოების მიმართულებით, რაც არ მოიცავს McLaren-ის სარბოლო მიმართულებას, ანუ McLaren Racing-ს, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა Formula 1-ის ჩემპიონი. შესაბამისად, ერთი რამ დანამდვილებით ისვისვით, რომ McLaren Racing-ის ინვესტორი იქნება ის მინორიტარული წილი, თუმცა 100%-იან მფლობელობას ის ამ ეტაპზე ამ პაკეტით ვერ გადაიბარებს. თუმცა ის გადაიბარებს საავტომობილო მიმართულებას, რაც არაერთ საინტერესო ავტომობილს აერთიანებს და დღემდე აერთიანებს, რომელთაც McLaren-ის ლაინაპში ვხედავთ. მათ შორისაა ფლაგმანების ტრიადა W1, P1 და F1. ეს ფლაგმანური ყველაზე ცნობილი და მთავარი ავტომობილები არის, რომლებიც McLaren-ს ოდესმე შეუქმნია, ასევე ვხედავთ რამდენიმე სუპერკარს, ლიმიტირებული რაოდენობის ჰიპერკარებიც არის, მაგალითად Senna, Spitalli, Sabre და Solus და ასევე არის შედარებით თუ შეიძლება ითქვას შედარებით იაფიანი და ხელმისაწვდომი McLaren-ები, რამდენიმე სუპერკარი, 720 S, 765 LT, 600 LT, 570 S და ასევე GT, სხვა შორის რამდენიმე McLaren-ი ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდა. ნამდვილად თბილისშიც და საქართველოშიც McLaren-ი ძალიან უყვართ და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი მფლობელი ამ კომპანიისა, CYVN Holding-ი სხვა საავტომობილო ბრენდებსაც ფლობს. ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც ამ პორტფოლში გვხვდება, ეს არის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი NIO, რომელიც დიდად ცნობილი არ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ ტექნოლოგიას ფლობს ბატარეების მიმართულებით, რომელიც შეიძლება ერთ დროს McLaren-საც კი გამოადგეს და ასევე მათ პორტფელში არის ბრიტანული, ასევე Gordon Murray Automotive-ის სამმართველო პაკეტი. ანუ ეს კომპანია GMA არის საკმაოდ მნიშვნელოვანი McLaren-ისთვის, რადგანაც Gordon Murray არის ადამიანი, რომელმაც შექმნა პირველი McLaren F1, ანუ McLaren-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი და ინჟინერიც თავისი კომპანიით უკვე არის წარმოდგენილი აბუ-დაბის საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფოლში და საბარაუდოდ შეიძლება გარკვეული კოლაბორაციაც კი ვიხილოთ Gordon Murray-სა და McLaren შორის, რადგანაც ორივე მათგანს ერთი მფლობელი ეყოლებათ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ NIO-სთან პარტნიორობა ძალიან სერიოზულ უკვე რეალობად შეგვიძლია აღვიქვათ, რადგანაც McLaren-მა ძალიან დიდი ხნის წინ განაცხადა უკვე დაახლოებით 5-6 წლის წინ, რომ ის გეგმავდა სრულიად ელექტრონული ჰიპერკარის შექმნას, მაგრამ მას შემდეგ ეს გეგმა გადაიდო, რადგანაც ელექტრომობილის შექმნას მოგეხსენებათ ძალიან დიდი ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება და ამავდროულად არის საჭირო ბატარეები და ის მთელი არქიტექტურა, რომელიც ელექტრომობილისათვის ცალკე უნდა შექმნას, რაც McLaren-ში ფიზიკურად არ აქვს. თუმცა NIO-ში ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიხილოთ ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლისა და McLaren-ის ერთიანი ძალებით შექმნილი ახალი ჰიპერკარი, რომელიც შეიძლება სრულიად ელექტრონული იქნეს. ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ, რომელიც ცნობილია ძირითადად მცირე და საშუალო ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, გამორიგი ნაბიჯი ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით და წარმოადგენდა რიგით მეორე ავტომობილი, რომელიც ასევე ცხადი არის ელექტრომობილი და ამჯერად ის არის SUV-ის კატეგორიის, მაგრამ დიზაინით ის შეიძლება ითქვას, რომ გავს უკვე არსებულ ავტომობილებს, მათ შორის მთავარი კონკურენტი არა, მაგრამ ინსპირაციის წყარო ახალი Xiaomi-ისთვის იყო სავარაუდოდ Ferrari Puro Sangue, რომელიც არის ლეგენდარული იტალიური ავტომწარმოებლის საჯინიბოს მიერ შექმნილი პირველი SUV თავის წილ და მოკლედ მსგავსება ჩანს ბევრი მიმართულებით უშუალოდ ავტომობილის ფორმებს თუ შევხედავთ, ასევე არის დიზაინის ენაშიც არის მნიშვნელოვანი სხვაობები, მაშუქების ფაქტობრივად მსგავსია, ორივე ავტომობილს აქვს ხაზიანი LED მაშუქები და ასევე ცხადია ყველაფერი აისახება თვლებზე და კვენ დეტალებზე, რომელიც არის გამოყენებული. ამ ავტომობილს ჰქვია YU7 და მისი შექმნისას, როგორც ვთქვი, ალბათ ჩინელებს ბევრი არ უფიქრიათ, რადგან არსებობს უამრავი ძალიან ლამაზი ავტომობილი, რომელთა გადმოკოპირება მათ ნამდვილად შეუძლიათ, რადგან ჩინური კომპანიებისთვის ეს უცხო საერთოდაც არ არის. თუმცა ცხადია, ამას ისინი აკეთებენ, თუ კი დიზაინი შეიძლება მსგავსი იყოს, ფასი არასდროს არ არის ჩინური ავტომობილების შემთხვევაში მსგავსი, რადგან თუ Ferrari Puro Sangue ღირს 400,000-დან 500,000-მდე, ანუ $500,000 შუალედში დაახლოებით კომპლექტაციის მიხედვით, Xiaomi-ის ფასი ჯერჯერობით კონკრეტულად ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, ის იქნება დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლები, ანუ ის ბაზარზე გამოჩნდება როგორც არსებული ელექტრომობილების, მაგალითად Tesla Model Y-ის პირდაპირი კონკურენტი,
მაგრამ ამასთანავე ცხადია ის შეეცდება რომ კონკურენცია გაუწიოს Porsche Macan-საც, რომელიც ასევე გამოდის უკვე ელექტრიფიცირებული. ნამდვილად ერთი რამ, რაც თანამდვილებით ვიცით ამ ავტომობილთან დაკავშირებით, არის მისი დიზაინის პარამეტრები და ასე ვთქვათ, შინაარსი და სტილი, თუმცა ტექნიკური მონაცემები დიდად გასაჯაროებული არ არის, ზოგადად. Xiaomi-ში არ უყვართ წინასწარ ინფორმაციის წარმოდგენა, როდესაც სრულად ჩაეშვება ავტომობილი წარმოებაში, მხოლოდ მაშინ გავიგებთ მის ტექნიკურ მონაცემებს, თუმცა გარკვეული ვარაუდების გაკეთება შეგვიძლია, რადგანაც ეს ავტომობილი ეფუძნება იმ არქიტექტურას, რომელზედაც არის დაშენებული Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი, რომელიც არის სედანის კატეგორიის SU7, ხოლო ამ ავტომობილთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ცნობილია, რადგანაც ის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი, თანაც რამდენიმე განსხვავებული კომპლექტაციით, ყველაზე დაბალ ვერსიაში, რომელიც არის უკანა წამყვანი თვლებით, ავტომობილს აქვს 255 ცხენი ზალა, ხოლო მაქსიმალურ ვერსიაში აქვს 665 ცხენი ზალა, ასევე არსებობს მისი, ასე ვთქვათ, ულტრა ლიმიტირებული ვერსია, ულტრა ჰქვია მას, ისევე როგორც smartphone-ების შემთხვევაში არის. ეს და ამ ავტომობილის შემთხვევაში სიმძლავრე არის დაახლოებით 1500 ცხენის ზალა. აქვე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სავარაუდოდ ახალ ელექტრომობილს SUV-ის კატეგორიისას ექნება დაახლოებით ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, როგორც ეს ჰქონდა სედანს, რადგანაც ახალი ავტომობილისათვის Xiaomi-ში ახალ ელექტრომობილის არქიტექტურას უბრალოდ არ შექმნიან, ეს იქნება კომერციულად გაუმართლებელი. აქვე კომერციულობასთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდების გაკეთება უკვე შეგვიძლია Xiaomi-სგან დადასტურებულად, რომ მისი ფასი საწყისი ვერსიისა იქნება $30,000-დან $40,000 ფარგლებში, ხოლო მაქსიმალური და ულტრა ვერსიები სავარაუდოდ შედარებით უფრო ძვირი ეღირება. აი ასეთი იყო დღევანდელი Tech Inform-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლესი ამბები ჩვენ მომდევნო 4 შაბათს დაგებრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე.